გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით. ამ ეპიზოდში თქვენ ნახავთ ისე უცნობი ადამიანების საფლავების გაწმენდას და გასუფთავებას. ამ შემთხვევაში ისევ მუხათგვერდის სასაფლაოზე ვართ. ეს ადგილი არის პირველი საფლავები, რომელიც ჩემმა მეგობარმა ცაბომ გამომიგზავნა, რომ ნახეო რა დღეშიაო და შენი ხელი მოუხდებოდაო. ამ შემთხვევაში ეს ორივე დაახლოებით ერთი და იგივე მდგომარეობაშია. უბრალოდ აქ ვერ ხედავდა ფიზიკურად არ არის ქვები, საფლავის ქვები. შესაბამისად შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ შემოღობა მომავლისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯობია ისეთი საფლავი გავასუფთავო, სადაც ქვაც არის და უფრო ისეთი მგონია, რომ ეგ უფრო ღირებული იქნება, ვიდრე ცარიელი ადგილის გასუფთავება. შესაბამისად გავასუფთავებ აი ამ საფლავს. ესე გზიდა რომ ამოდიხარ, შეიძლება თუ არ დააკვირდი, ვერც მიხვდე, რომ აქ საფლავები არის, ისეთ მდგომარეობაში არის. რეალურად ისეთი რამდენიმე ბუჩქის ძირი არის, რომელმაც ესეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. ეხლა გამოვიცვლი. მანქანას ამოვწევ უკან, ჩემი ულამაზესი Volkswagen-ით ვარ წამოსული, პატარა მისაბმელი ჩავაბი, რომ ეს ყველაფერი აქვე რო არ დავყაროთ, ზემოდან დავყრით. აქ ხა არ არის ესეთი გარემო, რომ სადმე იყოს ადგილი, სადაც ეს მწვანე ნარჩენი დაიყრებოდა, ასე რომ გასუფთავების პარალელურად ამას დავაგროვებ ხოლმე მისაბმელში. თქვენ კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. სტატისტიკას რო ვამოწმებ ხოლმე 80%-ს დაახლოებით არ აქვს არხი გამოწერილი. შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ, ეს უფასოა, ამაში ფულს არ გადაიხდით და მე კიდე დამეხმარება განვითარებაში. გამოვიცვალე, მზად ვარ უკვე რომ შევუდგე საქმეს. თუმცა ორ სიტყვას ვიტყვი წინა ვიდეოზე, ესე იგი გველები ყვარებია ხალხს რა, იმიტომ რომ აი უამრავი ნახვა დააგროვა, ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ რომ გადახვიდეთ და უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. შტატივი დამრჩა სამწუხაროდ, რა უნდა ვქნათ, უნდა გამოვიყენოთ ჩემი სპონსორის Lux Garden-ის ესეთი 4 კაპა შტატივის მაგივრობას გაგვიწევს დღეს. ჩავარჭობ მიწაში, თუ ჩაერჭო. ამაზე დამაგრდება კამერა და წესით გადაიღებს ეს. ნებისმიერი ინსტრუმენტი, რასაც გამოვიყენებ, იქნება Lux Garden-ის შესაბამისად რეალურ პირობებში ნახავთ, როგორ მუშაობს, მოკლედ მათი ტექნიკა. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და სად შეგიძლიათ შეიძინოთ? Holst-G-ზე ან საქართველოს მასშტაბით 1500-მდე მაღაზიაში. ეხლა უკვე შეგვიძლია დავამაგროთ კამერა 4 კაპზე და დავიწყოთ გადაღება და ერთად ვნახოთ მოკლედ რა გამოგვივა. სათვალეები, ხელთათმანები აუცილებლად და შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს. აქაც იგივე
ძველი მონაჭრელები დაყრილი სასაფლაოს. მე ვიღაცებმა დამიწერეს კომენტარებში, რომ პირველი სასაფლაოს ვიდეო რო დავდე, ეგო ტყუილად არ არისო დაყრილი მასეო. მასე ნიშნავენო, ყრიანო საფლავებზე ესე ძველ მოჭრილებსო და აკვირდებიანო. 1 წელი, 2 წელი, 3 წელი თუ არავინ გაასუფთავო, მე იმ ადგილს გაყიდიან თავიდან და ახალ მიცვალებულს დამარხავენ იმ ადგილას. არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, მაგრამ მგონია რომ სიმართლესთან ახლოს შეიძლება რომ იყოს. თითქმის მორჩი ამ საფლავის გასუფთავებას. ეხა ირგვლივ რაც გადავიტანე, იმას მისაბმელზე დავტვირთავ და ეგ იქნება მე მგონი. 1897 წელს დაბადებული კაცი აღმოჩნდა, გვარად მჭედლიშვილი, ასე რომ ამ არხის პროდიუსერი და დირექტორი, ესე იგი, პროდექტორიც მჭედლიშვილი, ასე რომ კაი საქმე გამოვიდა მე მგონი. ახლა კარგად დავპრესავ ამ მოჭრილ ბუჩქებს და ეგ იქნება. ნაგავსაც ცალკე მოვაგროვებ პარკში. ეს ნაგვის აღება მაგრად არ მეხალისება, მაგრამ დატოვება კიდევ უფრო არ მეხალისება შესაბამისად. არ ვიცი, ნაგვის აღება ჩემი არ არის, აი თიბოა და რაღაცეები ძალიან სიამოვნებს და ეს დაყრილი ნაგავი ერთი ბიჭი არის, რამდენჯერმე შემხვდა ინსტაგრამზე, ის ასუფთავებს ხოლმე, ძალიან სიგიჟე ვიდეოები აქვს და შეიძლება ის ერთი კოლაბორაცია მასთან გაკეთდეს.
მგონი გამოჩნდა ხო ადგილი. ის ხوار გავაკეთო. როცა 30-ს გადაცდი და ის თავი ისევ ახალგაზრდა გონია. სული რო გავივლი ესე. კაი, ახლა დავტვირთოთ დანარჩენიც და წავიდეთ. მეგარი. გავედით ბოლოში მეგობრებო, მოჭრილი ბუჩქნარი უკვე დალაგებულია. სასაფლაო მე მგონი რომ გამოჩნდა, იმიტომ რომ ამოვედით საერთოდ არ ჩანდა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რა თქმა უნდა, რამდენად ეფექტური გამოვიდა გასუფთავება, რამდენად მოგწონთ. ეს საფლავის გასუფთავების ვიდეოები შედარებით ნაკლებია ხოლმე, ნაკლები საუბარია, თუმცა რას ვიზავთ, ეგეთი ადგილია საფლავი, ალბათ სასაფლაო ზოგადად. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ძველი საფლავი გამისუფთავებია. გარდაცვალების თარიღი წერია 1987 წელი. რამდენი წელი გამოდის ახლა? 2026-ია ახლა? 39 წლის საფლავი აღმოჩნდა, ხოლო თვითონ ეს ადამიანი კი დაბადებული იყო 1800-იან წლებში. საერთოდ ახლა მე ხო მგონია ხოლმე რომ 2000 წლის ზემოთ ადამიანები აღარ იბადებიან, რომ ამბობდნენ ხოლმე 2000 რაღაცა წლიანი ვარ, ჩემთვის უცნაურია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბებერი მეც არ ვარ. მაგრამ აი ჩვენი ბატონი დავითი 800-იან წლებში დაიბადა, 1800-იან წლებში, ასე რომ მართალია ბოლოს, მაგრამ მაინც ესეთი ძველი საფლავი გამოდგა. რა ვიცი. მე მგონი რომ სასიამოვნო ეპიზოდი გამოგვივიდა. ესეთ საფლავის გასუფთავებაზე ძალიან ბევრი კომენტარი იწერება ხოლმე, რომ ღმერთმა დაგლოცოსო, რამხელა მადლიაო. ეგ კომენტარები არ იკარგება და არხი ვითარდება. ჩემი აზრით მაგის დამსახურებაა, რომ ესე გვერდში მიდგა ხართ, ვინც აკომენტარებთ, ალაიქებთ, უყურებთ და მოკლედ თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, რასაც არხზე ნახულობთ, იმიტომ რომ მაგის გარეშე არ იქნებოდა არაფერი. კიდევ ერთხელ, მადლობა Lux Gardens, მადლობა თქვენ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და აბა ჰეთ, აბა ჰოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.